მოგესალმებით პირდაპირ ეთერში მაესტროს პრესკლუბი იწყება. დღევანდელი პრესკლუბის სტუმარია კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე იური მეჩითოვი. მედია საშუალებებს დიდ მადლობას ვუხდით მობრძანებისთვის. ბატონი იური, გისმენთ და შემდეგ გადავიდეთ კითხვებზე. მოგესალმებით მობრძანებისთვის. ძალიან კარგია რომ მოხვედით და საჭიროა საკითხები რომელიც გაქვთ ახლა შეგიძლიათ გაიზიაროთ და მითხრათ და მეც გიპასუხებთ შეძლებს და გვარად. გამარჯობა, მაინტერესებს გუშინდელ ვიდეოსთან დაკავშირებით თქვენს დანიშვნასთან ერთად ავტომატურად სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც საუბრობთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენაზე. მე რამდენიმე ციტატას მოვიყვანდი. პირველი, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთში მეგრელებს არ თვლიან ქართველებად და მეორე ასევე, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, სადღეგრძელო საქართველოში უნდა დალიონ ორჯერ რუსეთის. რას ნიშნავდა ეს ფრაზები, რომ განმარტოთ და იგივე ფიქრობთ თუ არა დღესაც? შეიძლება გიპასუხოთ რა. ეს ვიდეო ჩაწერილია 2011 წელს აგვისტოში. ანუ ეს თავისთავად რომ ეს გავრცელდა ასე სწრაფად და ნუ მე მგონი დაკავშირებულია ჩემ დანიშნასთან რა თქმა უნდა, თორე ეს ვიდეო იყო და არ გავრცელდა, გავრცელებული იყო ისედაც ვიდეო ყველა იმას უბრალოდ ვისაც შეეძლო ენახა. რაც შეეხება რუსები თვლიან ჯერთი არ თვლიან და თვლიდნენ. რუსეთის იმპერიის დროს თუ თქვენ წაკითხული გაქვთ ისტორია და ისტორიული ქრონიკები, რუსები მართლა განიხილა რუსეთის იმპერიის დროს მეგრელები განიხილებოდნენ ქართველებთან ცალ-ცალკე. ანუ წარმოიდგინე ერთ ეროვნულ სხეულში არ განიხილავდნენ. ეს მათი პრობლემა იყო, მათი შეხების პრობლემა. შეიძლება იყო გაგზელება იმ პოლიტიკის რომ გათიშე და იბატონე, სხვა შორის სკოლაც გასნასაც აპირებდნენ მაშინ თავის დროზე. ანუ ეს ფაქტი ასე, ამ ფაქტზე ასე პასუხობთ, რომ მე არ ვთქვი რომ ასე თვლიან, რომ თვლიდნენ კიდევაც მე ამაში არაფერი არ მიმიზღვის, თვლიდნენ რუსეთის იმპერიის დროს. მეორე კითხვა იყო სადღეგრძელოსთან დაკავშირებით, უფრო იუმორით იყოსაც, იუმორისტული თემები და ანეკდოტური თემები, როცა სერიოზულ ჭრილში განიხილა, მაგრამ ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ისიც, ვინც თქვა და ის, ვინც განიხილავს. არა მგონი ვინც განიხილავს უფრო მეტად, იმიტომ რომ მანდ იყო საუბარი იმაზე, როცა მე ველაპარაკობდი ჟურნალისტს, უკრაინელი ჟურნალისტები იყვნენ ორნი, ჩვენ მრავალფეროვნებაზე და ჩვენი მრავალფეროვნება იყო ბევრი ვილაპარაკეთ საჭმელზე, გასხვებულ საჭმელზე, რა მოგეხსენებათ, მაგიდა იყო გაშლი და რაღაცას მივირთმევდით და რაღაცები იყო მეგრული სამზარეულოს მახსოვს და რაღაცა გურლის იყო რაღაცა და ყვებოდი და იყო ერთ-ერთი აჭარაზე საუბარი. ამიტომ აჭარა თვითონ ისეთი უვიცობა გამოიჩინეს, აჭარა სად არის რაღაც მე უძღარი აჭარელები იგივე ქართველები არიან, უბრალოდ 300 წელი ისე იყო ეგ ისტორიიდან ცნობილი და მე მგონი ამაში არ შემედავებით, რომ თურქეთი ფლობდა ამ აჭარას, აჭარის მმართველობის ქვეშ იყო და რუსეთის მიერ თავის იმპერიისთვის რა თქმა უნდა ეს არ იყო საქართველოს მაშინ პოლიტიკურ რუკაზე არ იყო, მაშინ იყო ტიფლისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია, ორი სისხლძვრელის ბრძოლა ქონდა თურქეთთან, რომ ეს ტერიტორია რუსეთს შეერთებოდა. მაშინ შეუერთდა რუსეთს, უბრალოდ ქუთაისის გუბერნიას, მაგრამ დე ფაქტო და რეალურად დღეს ჩვენ საქართველოს ფარგლებში გვაქვს აჭარა და ეს დიდი ბედნიერება. ხო და იმიტომ მე ვთქვი ხუმრობით, რომ ორჯერ უნდა დავლეთ თუ სამჯერ ვთქვი, ეგას არ მახსოვს, სადღეგრძელო, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის დროს რუსეთმა ორჯერ იბრძოლეს იმისთვის, რომ ეს კუთხე ყოფილიყო ჩვენი. რა არის ამაში გაუგებარი? ძალიან გამიკვირდა ის, რომ თარგმნიან ცოტა სხვანაირად. მესმის რომ რუსულაც არის, შეიძლება რუსული დაავიწყდა ჩვენ ხალხს და თარგმნეს ვერ ნახეს, მაგრამ მან ყველაფერი ძალიან ისია და მე ვთქვი და არ ვამბობ რომ მე მაშინ თრალი ვიყავ რაღაცა საკოლ ხიზელი ვიყავ, მე საერთოდ არ ვთვრები რომ ვიცოდე, თუმცა პატარა ერთი ორჭიქას ყოველთვის დავლევ თქვენთან ერთადაც. თქვენს დანიშნულთან ერთად გავრცელდა ეს ვიდეო და გარკვეულწილად არის თუ არა კავშირში, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ არ არის კავშირში? აბა გეუბნებით დევს ჩემ ყველა გვერდზე დევს. რო შეხვიდეთ Google-ში აიღო სიტყვა კარგი მოიგონეთ ჟურნალისტებს, დაგუგლოთ, იური მეჩიტოვი გამოვარდება, მეორე თუ მესამე ეს ტექსტი გამოვარდება. ანუ ვისაც უნდა და მაგას დადებდა ადრე გაავრცელებდა კიდევაც და დაიწყებდა ცივილკივილს, მაგრამ რადგან ეს ცივილკივილი დაემთხვა ზუსტად ჩემ დანიშნულს, გასაგებია ხარ როცა საჯარო ფიგურა ხდები, მაგრამ მე მაშინ იმ დროსაც ამას საუბრობდი, მე მგონი არ ვიყავი არც მინისტრის მოადგილე და არც კანდიდატი მინისტრობაზე. გამარჯობა, საინფორმაციო სააგენტო ივერიონი. მაინტერესებს თქვენ საინფორმაციო სააგენტო ივერიონი, ბატონო იური. იმ პოზიციიდან გამომდინარე, რაც თქვენ დააფიქსირეთ, რომ რუსეთში მეგრელებს ქართველებად არ მოიხსენიებენ, რამდენად მოიხსენებდნენ იმ დროს, როცა რუსეთის იმპერია იყო ხალხნო. დამიჯერეთ, მე როცა ვლაპარაკობ, მოდით დავუკვირდეთ ერთმანეთს და მე ვამბობ, რომ ეს ასე იყო, ეს ისტორიული ფაქტი, არ ჩემი მოგონილი, არც მე პასუხს ვაგებ ამ ფაქტზე. ეს რეალურად ასე იყო. შეგიძლიათ
შეიაროთ იმ ამგვარი განცხადებების გაკეთება რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ იმ გარემოებიდან გამომდინარე, ანუ თქვენი კარიერიდან გამომდინარე, ანუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულობასაც უსვავენ ხაზს, თავადვე იწყებს გაუცხოებას ამ საზოგადოებისგან, ანუ ადამიანების რაღაც ნაწილი და რამდენად მიზანმიმართულია და რამდენად სწორი განცხადება არის. იცით მე მაინც კითხვა ვერ გავიგე. თქვენ გონიათ რომ მე უწყობ ხელს გათიშვას თუ რაღაცა, რა ვასეა? ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ არ მოიხსენიებენ. ნება მომეცით რომ ან გამიმეორეთ, ან რაღაც გამემარტეთ, კარგად. თქვენ გაიგეთ ყველა რაში რამდენად სწორი არის განსხვავებულობაზე ხაზგასმა. განსხვავებულობაზე ხაზგასმა ყოველდღია ჩვენთან. ჩვენ ერთმანეთს რო ხვდებით, სულ ვეკითხებით ერთმანეთს ვინ ხარ, საიდან ხარ, საიდან მოდიხარ. რა აზრია საუბარი ხალხმა? და როცა უცხოელის გიზის გვერდით, რომელსაც ეუნები და უყვები ჩვენ სილამაზე, ჩვენ მრავალფეროვნებაზე, რომ 50 კილომეტრს გაივლი და მეგრელი სამეგრელო გურიაში მოხვდები და იქიდან მე იმერეთში და რაღაცა. ეს ხო დიდი ბედნიერება. მე ამ ბედნიერებას უხსნი ამ ადამიანებს. ეს უხსნი მე ხსოვთ მუშაობ კიდე პროექტზე, კულინარიული საქართველო, ეთნოგრაფიული საქართველო, სადაც უკვე კულინარია დაკავშირებულია რეგიონებთან. მიდიხარ ერთ რეგიონიდან მეორეში და ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, ძალიან სიამოვნებს და ამაზე, ძალიან დიდ სიამოვნებას ღებულობ ამ ურთიერთობებით და რაღაც ამ განსხვავებებით. და რატომ გონს ეს განსხვავება არ გულისხმობს ერთიან ეროვნულ ქართულ სხეულს. რა, ჩვენ სხეულში არა გვაქვს ეს განსხვავებები, ჩვენ დავივიწყეთ, რომ ჩვენ გურულებიც ვართ იმავდროულად და ასე შემდეგ. რა მოხდა ამაში? რა ხედავთ ამაში რამე ცუც? გამაგებინეთ მე ერთი მითხარით. საზოგადოების ის ნაწილი, თქვათ, მეგრელებზე არის აქ საუბარი, რეზისტენტული არის ამ საკითხების მიმართ და გამოხმაურება. რეზისტენტული, მოდით უკეთესი სიტყვები ვიხმაროთ, ქართული სიტყვები ძალიან გთხოვთ. რა ის რეზისტენტული? ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, ისინი ქართველებად თვლიან თავს. მე ვინ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველები, გამაგებინეთ. მე ვთქვი, რომ რუსეთის იმპერიის დროს ხდებოდა ასე, რომ განიხილავდნენ და გაზეთის გამოშვება და სკოლებსაც აწესებდნენ მაშინ მეგრელებისთვის. ასე თვლიდნენ, შეიძლება იმიტომ თვლიდნენ, ბოროტად თვლიდნენ, კიდევ ერთხელ რატომ თვლიდნენ, არ ვიცი, ბოროტად რომ გაეყოთ ერი და გათიშდა და იბატონე პოლიტიკა, ყოველთვის იყო იმპერიების პოლიტიკა, ან რეალურად თვლიდნენ, რომ ისინი სულ სხვა ხალხი არიან. ჩვენ ეს რა პრობლემა, ჩვენ რაზე უნდა გვაწუხებდეს ეს? ან თქვათ რუსეთის იმპერიის იმ დროინდელი პოლიტიკა რა დღეს მოსატანია გამაგეთ. მე აუხსენი სტუმრებს ისტორიული რეალობა, რაც რეალურად იყო და რაც დადასტურებულია ბევრი წყაროთი და ჩემი მოგონილი არის, თუ ისტორიაში ბევრი რამე არის, რაც შეიძლება სხვანაირად დაინახოთ, სხვანაირად დანახულის არის და ბევრი რამე ისტორიაში დამაჯერებელიც არის. მაგრამ ის ფაქტი, რომელსაც მე ვყვები, აბსოლუტურად დადასტურებულია. იმიტომ შორს არ არის ის დრო. შეიძლება ძალეთ ბატონო იური რუსეთთან დაკავშირებით თქვენ უკვე საჯარო პირი ხართ და ერთგვარ კომპრომატად გამოიყენეს ეს ვიდეო რუსეთთან მიმართებაში საინტერესო იქნება თქვენი დამოკიდებულება რო თქვათ რუსეთის მიმართ გეტყვით მე განვიხილავ რუსეთს როგორც ისტორიულ მტერს მე არ განვიხილავ ჩემით როგორც პიროვნება მე ხლა აქ ვარ იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური დისკურსები, ანუ რა პოლიტიკა მოდის იმას ისე განიხილავენ, ამას მე განვიხილავ, რომ დღევანდელი ხელისუფლება რა თქმა უნდა პრობლემატურია ჩვენთვის. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ოკუპაცია მოახდინა ჩვენი ორი ტერიტორიის, ჩვენ ასე მიგვაჩნია. რომ ეს ასეა, რამდენიმე ქვეყანასაც, რამდენიმე საზოგადოებასაც ასე მიაჩნია, მაგრამ რუსეთთან სალაპარაკოთ თუ დავждებით, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა სხვანაირად ვილაპარაკოთ. საერთოდ როცა მიდიხარ ადამიანთან სალაპარაკოთ, შენ უნდა დაიწყო მისი ნაკლოვანებით. აი მე მოვალ თქვენთან და დავიწყებ იცით რა თქვენ ესეთი ხართ ასეთი ხართ ჯერ ხას გაუსავთ კარგს და მე დავიწყებ საუბარს არა მე მგონი აქ დიპლომატიის კურსი არ უნდა ჩავატაროს დიპლომატია არ არის უკიდურესობებით აზროვნება ჩვენ ზუსტად ამ უკიდურესობებით აზროვნება მიგიყვანა იმ ჩიხამდე რომელშიც ახლა ჩვენ ვართ იმიტომ დიპლომატია არის კარგი გამონათქვა სულ ორი სიტყვა არის ეს არის საშუალებით ეს არის ხელოვნება საშუალებების ხელოვნება აი საშუალებები რაც გაქვს იმ საშუალებაში და როცა ვიღაცას რაღაც ეტყვი აი ახლა გქონს ხად ერთი კამათი მე არ მინდაო ისი მე მინდაო ვიყო ამერიკის სანაგვეზე მირჩევნია ვიდრე რუსეთის სანაგვეზე აი ორი სანაგვე თუ არის ორივე ერთნაირად ყარს არა სანაგვე რატომ ნავირჩიოთ გამაგებინ ხო სწორია რა ეს დიპლომატიური სკოლა აი ახლა მე იმედი მაქვს რომ ის დიპლომატი რომელიც მოვიდნენ თუნდაც ის ადამიანი რომელიც ზურაბ აბაშიძე რომელიც გამოსტილი დიპლომატია ის არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყებს ასეთ უცნაურ საუბარს იგივე რუსეთთან მიმართებაში
და დაალაგებს იმ ურთიერთობას ისე რომ საბოლოო ჯამი ჩვენ რისთვის ვიბრძვით ჩვენ რომ გამთლიანდეს ჩვენი სამშობლო. მე არ ვიყენებ ამ ტერმინს ტერიტორიული მთლიანობა, მივაჩნია ეს არის ცუდი, სუსტი ტერმინი, ის არ გულისხმობს ჩვენ სამშობლო მანდ არ არის ნახსენები საერთოდ, როგორც დაეცა და დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობის, ის დაეცა და დაიღუპა სამშობლოსთვის. ჩვენ უნდა ვირზუროთ იმას, რომ ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს. აი ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისთვის საჭირო რაღაც ნაბიჯების გადადგომა, ხელის ჩამორთმევა და თუნდაც პურმარლის გაშლა და თუნდაც მე ჭიქის აწევა, არ ვიცი რა მოხდება დიპლომატიურ რაუტებში რა, უნდა ეს გავაკეთოთ და ჩვენი მიზანი სტრატეგიული არის საქართველოს ბედნიერება და გამთლიანება. ამისთვის უნდა ვიღვაწოთ ყველანი. ამ ჩვენ დონეზეც, თქვენ დონეზეც და იმ დონეზეც, რომელიც იმუშავებს მომავალ მოლაპარაკებს, რომელიც იქნება რთული, არა ადვილი, მაგრამ ის აუცილებელია. იმიტომ 700,000 ადამიანი ცხოვრობს იქ, თუ ჩვენ პირდაპირ ჩავთვლით მათ მტრებად, მაშინ ვთქვათ, რომ 700,000 ჩვენი მოქალაქე მტრის ხახაში არის და ის მტრის ხახაში არის ვითომ და მაგრამ მე წარმოიდგინეთ ისინი მათ მუშაობენ და დიდ ნაწილ თავის ფულს გზავნიან კიდე აქ და ჩვენ გვაცხოვრებენ. ანუ ცოტა სხვა ურთიერთობა გვაქვს კლასიკურად, ვიდრე მტერი და არამტერი, მეგობარი და არამეგობარი. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. ჩვენ პრესკლუბში დავბრუნდით, პირდაპირ ეთერში პრესკლუბია. დღევანდელი სტუმარი კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე იური მიჩითოვი გახლავთ. კითხვა გავაგრძელოთ. ბატონო იური, თქვენ ახსენეთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის სუსტი ტერმინი. იქნებ განმარტოთ, რატო არის სუსტი ტერმინი და ამ ტერმინის შესატყვისი ან ალტერნატიული რამე ესეთ ფრაზა თუ გაქვთ მოფიქრებული, რატომ ფიქრობთ ეს? ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება იურიდიული ტერმინია და გულისხმობს ტერიტორიას და მის გამთლიანებას და ჩვენ ვლაპარაკობთ სამშობლოზე და სამშობლო არის სხვანაირი ცნება. სხვა იმ ტერიტორიაზე კიდე ხალხი ცხოვრობს, რომელიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები, თანამემამულეებიც არიან და ჩვენი პრინციპში ჩვენი ძმები არიან, ბოლომდე რო ვთქვათ რა. იმიტომ რომ შევამბობთ ტერიტორიული მთლიანობისთვის ვიბრძვი, ეს ნიშნავს ჩვენ არ გულისხმობთ იმ ხალხს საერთოდ და ჩვენი ეს ტერიტორიები აი კიდე ტერიტორია ვთქვი ხო ხედავ არასუდათ. ანუ ჩვენ ეს ჩვენი სამშობლო უნდა გავამთლიანოთ. აი ამ სხვანაირი გაგებით ამ სივრცე უნდა გამთლიანდეს არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ სულიერად უნდა გამთლიანდეს. ჩვენ ჩატეხილი ხიდი გვაქვს, ეს ხიდი გასამთლიანებელია რა. მან სხვა რაღაცები, თვითონ სიტყვას უნდა სხვა მოვიხსენოთ. ჩვენ სამშობლო გვაქვს და საერთო სამშობლო, იმათაც უნდა შევასწავლოთ, რომ ჩვენ საერთო ტერიტორია კი არა გვაქვს, ტერიტორია ისეთი რაღაცა მართლა შეიძლება დაიჭრას. ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს. თუ ამას მივახცევთ რა მათთან ურთიერთობაში, აი ამ სამშობლობის ცნებას, რომ ჩვენ საერთოდ რა არის ერი, ასეთი კარგი გამონათქვამეს, ერი არის თანხმობა საერთო მომავალში. რადგან ჩვენ ეს თანხმობა დავკარგეთ საერთო მომავალში, იმიტომ გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა. ხო ხედავთ, უფრო სულიერ დონეზე ჯდება ეს ყველაფერი და არა მხოლოდ აი გეოგრაფიულ ფიზიკურ გეოგრაფიამდე არ უნდა დავიყვანოთ ეს ცნება. იმიტომ არსად სოფლიოში არ არის ხალხი, რომ დაეცა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამერიკაში დაეცა ამერიკისთვის, საფრანგეთში დაეცა ჩვენ გაშორს საფრანგეთისთვის და აქ კიდე საქართველოში დაიღუპა ტერიტორიული მთლიანობისთვის. არ არის ეს სწორი, არ არის სწორი, აი პოეტური თვალსაზრისით არ არის სწორი. ანუ გამოდის რომ ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე უნდა ვთქვათ, უარი უნდა გადავიდეთ სამშობლოსკენ და სულიერებისკენ? არა, ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი არ უნდა ვთქვათ, არ უნდა ვიხმაროთ ტერმინი, რომელიც მიჩქმალავს მთავარ, რაც ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ სამშობლოს გაერთიანება მთავარი. რაშუაში ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი როგორ გაიგეთ? ვერ გაერთიანდება თუ ტერიტორიულ მთლიანობა? გასაგებია, მაგრამ ეს სხვა არის, სხვა რაღაცები ჭირდება. რა თქმა უნდა, ტერიტორია თუ არ გამიწევს სამშობლო არ გაითა, ხა დავიწყოთ რომელია უფრო მამალი თუ ქათამი თუ კვერცხია რა. საქმე ლაპარაკი იმაზე, რომ ისეთი ტერმინი უნდა შემოიღო, რომელიც ტერმინი ჩვენ უფრო შორს წახვალ, ვიდრე უკან დაიხევ. როცა შენ ტერიტორიაზე ლაპარაკობ, შენ გულისხმობ იმაზე, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია და სხვას არაფერი არ გესაქმებათ მათ. დაახლოებით შეიძლება ასეც გავიგოთ. კი, შეიძლება გავიგოთ, თქვენ აქედან უყურებთ ხოლმე, იქიდანაც შეხედეთ და ჩვენ რადგან ხიდი ორივე მხრიდან შენდება, არა, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ აღიქმება იქ. ჯერთ ის მთლიანად გეუბნებით, ეს არის არასწორი ტერმინი, რომელიც იხმარება მხოლოდ ჩვენთან. ეხლა ტერიტორია ჯერთ უცხო სიტყვაა და ტერიტორია მთლიანობა რაღაც სამშობლო ვთქვათ და უკეთესი იქნება ჩვენთვისვე. ბატონო იური, თქვენ ფოტოხელოვანი ბრძანდებით პროფესიონალი ხართ თქვენი საქმის, მაგრამ ამ დრომდე არ ყოფილხართ საჯარო სამსახურში დასაქმებული. როგორ ფიქრობთ, რა დამსახურებისთვის დაგნიშნეს მინისტრის მოადგილედ? მე ამ დავსახურებ, აი გურამ ოდიშარიას რომ ნახავთ. რა ღირსებების არ ვიცი, იცით ძალიან რთული კითხვა. რაღაც ორგანიზაციული უნარი მეც მაქვს. რაღაც ორგანიზაციები შემიქმნია მეცხოვრებაში, გამიკეთებია. ერთხელ საზოგადოებრივი ორგანიზაცია შევქმნი თავის დროზე, რომელსაც ერქვა საქართველოს ხალხის კონგრესი. ეს იყო 92 წელს, სხვათა შორის ეს დღე იყო 6 ოქტომბერი, როცა დაეცა გაგრა იმ საშინელ ომში, რომელიც დაიწყო 14 აგვისტოს მოგეხსენებათ აფხაზეთში.
იმის შემდეგ შეიქმნა ეს ორგანიზაცია ბაადურ წულაძესთან და ვოვა ფიჩხადესთან ერთად. მე სერიოზულად ეს ორგანიზაცია ძალიან სერიოზულად მოღვაწეობდა იმისთვის, რომ სამოქალაქო თანხმობა ყოფილიყო აქ, ეროვნებთან შორის პრობლემები მოგვარებულიყო, იმიტომ რომ დაწყებულიყო ეს ყველაფერი და ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. მე რაღაც ვიმუშავე, მე ფოტოგრაფიული ორგანიზაციები შევქმნი, მე ჩემი ორგანიზაცია გაკეთებული, რაღაცა ორგანიზაციული ნიჭი ყოველთვის გამოვავლინე. ეგ ერთი. მე კულტურასთან სულ მაქვს საქმე, კულტურასთან და გარკვეულწილად ხელოვნებასთან ძალიან მიყვარს თეატრი, გაგიჟებული ვარ თეატრზე, ასე თეატრი ჩემი ისეთი რაღაცაა, ესეთი მოვლენაა, რომელმაც მე თავის დროზე გადამიყვანა სხვანაირად, მაგან თუმანიშვილის თეატრის, მე ბევრ თეატრში ვიყავ ნაყოფ, მაგრამ მე თუმანიშვილის რო გავიცანი თუმანიშვილის და წიგნი მაქვს, მიშა თუმანიშვილის დიდი რეჟისორის, ვისაც ვინც არის ის კარგად და არის ნუ და პატრები ხარ თქვენ, თუმანიშვილი მიშა იყო თავარი რეჟისორი მსახიობის ჩვენი კინოსტუდიის მსახიობის თეატრის. მისი სპექტაკლები რო ნახე, აბსოლუტურად მე შევიცვალე როგორც ადამიანი. ჩვენს ეს ძალიან დიდი გავლენა იყო. მე მიმაჩნია რომ კულტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში და რომ დავინახე ჩვენი პრობლემები, ზოგჯერ ამ უკულტურობითაც ხდება ეს ჩვენი პრობლემები და რადგან ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ, თუ შეგვიძლია რაღაცით უშველოთ, არა? აი ჩვენ ზუსტად კულტურული ნიადაგი შეიძლება ყველაზე ნოყიერი ნიადაგია იმისთვის, რომ რაღაცა გავაკეთოთ და სხვათა შორის აიმიტომ იმდენი პრობლემატური იყო. გურამ მოდიშარია მაგას ამბობდა, კაცო, როგორ რაცნელიაო, თურმე რაცნელი ყოფილა მინდის მოადგილების დანიშნა. აქ ზუსტად ყველგან თავისუფლად მოხდა და ჩვენ აღმოჩნდით ყველაზე ყველას ინტერესის სფეროში აღმოჩნდა. ისეთ ყველა დაინტერესებულია. ბევრ ადამიანს ეხება კულტურა, იმიტომ ჩვენთვის ეს არის საექსპორტო, ისიც არის მოგეხსენება. ჩვენ ამით გავდივართ. აქ არავინ არ ჩამოდის, რომ რედისონში იცხოვროს ხოლოდ და ჰოლიდეი ინში იცხოვროს. ის ჰოლიდეი ინი და რედისონი მათაც აქვს, არა? ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვს. ჩვენ გვაქვს სხვენი განსხვავებული კულტურა, ჩვენი განსხვავებული სიმღერა, განსხვავებული სტუმართმასპინძლობა და ყველაფერს ამას მხარდაჭერა სჭირდება. აი თქვა თეატრი ვერ არსებობს სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე. უბრალოდ ვერ არსებობს, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. თუ რაღაც შოუ არ დადგე, რაღაც Jesus Christ სუპერსტარი არ გააკეთეს, სადაც შეიძლება აქეთ ფული მოიტანოს, რა? თეატრი ეს თეატრისთვის საჭირო მხარდაჭერა, უამრავი კოლექტივისთვის საჭირო მხარდაჭერა. სახელოვნო ინსტიტუტებში პრობლემებია ძალიან სერიოზული. პრობლემები საერთოდ ზოგადად არის, რომ თვითმმართველობა არის ძალიან დაბალ დონეზე, ყველა სფეროში, მთელს ქვეყანაში ასეა. და რაღაც სერიოზული პრობლემები დაგროვდა, როცა იყო შემოთავაზება, მე იმ წუთში თანხმობა არ მიმიცია, ნამდვილად არ მიმიცია, იმიტომ მე ჯერტი რაღაც სხვა ასპარეზიც მქონდა იმ დროს, მე ჩემი საქმეც მაქვს, მე არ გამიკაკუნებია იმ კარს, ჩემგან არ მოდიოდა ინიციატივა და ბევრი ვიფიქრე მერე და იცით რამ გადავაწყვეტი და გეტყვით, როგორც კი გავრცელდა ხმა, ხო იცით, პატარაა ეს ქალაქი და ქვეყანა, დაიყუწყო რეკვები და აი ჩემი კარგი მეგობარი მყავს, რომელსაც მე წელიწადი ვლაპარაკობ, წელიწადი არ ვლაპარაკობ და იმანაც თქვა, იურა, შენ უარი რომ თქვა, მოჰკლავო და ეხლა ნუ ცოტა ამან იმოქმედა როგორც ჩანს და საერთოდ ბევრ ადამიანმა ვის დამირეკა და მხარი დამიჭირა, თორე მე ესეთი რა ყოფილიყო ასეთი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, მესმის რომ ნაწილი საზოგადოებრივი შეიძლება რაღაცა გაღიზიანდა ამ ფრაზებით და რაღაცებს, რომელიც აბსოლუტურად ნორმალური და მე იმაჩნია რომ ანეკდოტის გატანა და მე იმის გაფეტიშება და ფირიშად შემოკიდება ადამიანის გულზე არ შეიძლება. ანეკდოტი სულ სხვა არის, ის სხვა სფეროა სიცილის და იმის და ჩვენ თუ როდესმე დავკარგავთ ამ სიცილის და იუმორის და ირონიის, რითაც ფაცუში განსხვავებული იყო ქართული კინო. ქართული კინოს ფენომენი ზუსტად არის თვითირონია, გროტესკი, ტრაგიკომედია, რომ ჩვენ ახასიათებს და ეს არის ეს ფენომენი. ხო, კინოც იქნება ჩემი სფერო, იმიტომ რომ კინო მოგეხსენებათ რა აყვავებული იყო რეალურად იმ ავათხსენებულ დროს კიდაც ასე ავიღოთ ჭყალებში ან რაღაცა, როგორც კიდაც უბშყალებოთ, მაგრამ ჩვენი კინო ხო დაიკარგა რეალურად, კინოსტუდია დაიკარგა, მოხდა მთელი ამბები. მე ვარ აქციონერი ამ კინოსტუდიის, მე სულ მუშაობდი კინოსტუდიაში. რა ვიცი, აი მე ძალიან დიდი კავშირები მაქვს, ანუ მხატვრებთან და ხელოვნებასთან და აი მენეჯმენტში უფრო დიდი და უფრო ძლიერი ხალხი ყავს მან ჩემს გვერდით. და მე მგონი ჩვენ რადგან გუნდურ თამაშს ვიწყებთ ამ ხრივ, რომ ჩვენ 4 მინისტრის მოადგილე და თავად გურამ მოდიშარი, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობდი მანამდე, მაგრამ ეხლა კიდე გავიცანი სულ სხვანაირად, რომ ადამიანი ყოფილა ასეთი ენერგიული და ორგანიზებული, ნუ როგორც უნდა მიიღოს, არ მეგონა მაინც. იმიტომ რომ ძალიან სერიოზულად ამ საქმეს ახლა უვლის და ბევრი პრობლემები დაგროვილია და ნუ გადავწყვეტ ამ პრობლემას შევეცდებით, მე ჩემი წვლილი შევიტანო. მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ადვილი საქმე, თუ გაცილებით უკეთესია იყო თავისუფალი ადამიანი დამიჯერეთ. არავინ არ შემოგედავება, რა თქვი მაშინ აგვისტოს 2011 წელს. ბატონო იური, სანამ მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდი და მხოლოდ კანდიდატურა იყო თქვენი დასახელებული, ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან ისაუბრეთ, მე განცხადების ციტატას წაგიკითხავთ. არ მგონია, რომ კულტურის სამინისტროში ისეთი რამე იყოს გასაკეთებელი, რასაც ვერ
შეუძლებ. რომ გითხრათ, რას გულისხმობთ, ადვილია კულტურის სამინისტროში მუშაობა თუ არა და რა სიტუაცია დაგხვდათ თავად სამინისტროში? გუშინ აი ერთი კამერა რო გამოგეყოთ აქ და ჩემთან ყოფილიყავით, მიხვდებით ეს იყო აბსოლუტური საგიჟეთი. ანუ საგიჟეთი კიდე იმიტომ იყო ძალიან სასიამოვნო ვილოცავ ნოვარევ და მე, მაგრამ იმ წუთში შემდენი პრობლემებში ჩავეჭერეთ, ძალიან ბევრია, მართლა ბევრი საქმეა მოსაგვარებელი. Ну შემორჩა იმ დროიდან შემორჩა ეს ყოველთვის ეს პრობლემებიც არის, ყოველთვის არის კონფლიქტები, რეჟისორები, მსახიობები, ხო იცი შემოქმედების სფერო არ არის მათემატიკა, სადაც 2+2 ნამდვილად 4-ია და იქ ვერ შემოედავები. ძალიან რთული სიტუაცია არის და მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება თუ კეთილიდება, თუ რას პროფესიონალიზმი იქნება, გულის ტკივილი იქნება ამ საქმის გამო თუ იქნება, ყველაფერი შეიძლება მოაგვარო. მე მგონი ესეთი კოლექტივი შეიკრიბა, მე ძალიან იმედი მაქვს იმ ორი ქალბატონის ქალბატონ მარინესი და ხათუნასი, რომელიც აი ერთი საერთოდ გერმანიიდან ჩამოვიყვანეთ, ჩამოვიყვანეთ ახლა და გუშინ ჩამოვიდა, გუშინ პირველად ჩამოვიდა, პირველად კი არა, თბილისელია ქალი, მაგრამ ხო და აი ესეთი არ ვიცი, მე კი ვთქვი ეს ფრაზა, რომ ძალიან ადვილი არ შეიძლება, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს და შემი გრაფიკი ცხოვრების უნდა შეიცვალოს და მე მიმაჩნია ეს როგორც აი დავალება, საზოგადოების დავალებაა ჩემთვის და აღვიქვავ ასე, ეს არის ჩემთვის დიდი ტვირთი, პასუხისგებლობა და უფრო მეტი ტვირთი და პასუხისგებლობა ვიდრე რამე ბენეფიცია, რომელიც ახლავს ამ პოსტს. ბატონო იური, კონკრეტულად რამე სფერო თუ გაქვთ, რასაც კურირებთ სამინისტროში და რა გეგმები გაქვთ, როგორ აპირებთ მუშაობის გაგრძელებას? Ну, გეგმები ასეთია, ჩემი სფერო ძირითადად არის ხელოვნების დარგები. აი ხელოვნების დარგები იგულისხმება მაშინ იგივე კინოსტუდია, რა თქმა უნდა, მას კინოსტუდიას პროტ არ ეწერა, არ სად არის. კინოსტუდიიდან მოტეხილი იყო, შედიოდა თან კულტურის სამინისტროს რაღაც გარკვეულ ნაწილად, თან კულტურის სამინისტრო წარადგენდა, ვიღაცა ნიშნავდა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი გავლენა არ ჰქონდა. არის თეატრები, ანსამბლები, სახელმწიფო უამრავი თეატრები მისახედია. ძირითადად აი ეს საქმე იქნება, ცოტათი იქნება სახელოვნებო ინსტიტუტების ნაწილობრივ გავიყოფ მე ამ საქმეს ქალბატონ ხათუნასთან. რა თქმა უნდა, ზოგადი სტრატეგიის დამუშავებაში ჩვენ ყველა მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ვაპირებთ გამჭვირვალე გავაკეთოთ ჩვენი საქმიანობა, შევქნათ ეს საშუალება ამისი. ფიქრობთ იმაზე, ფიქრობთ კი არა, მალე მოვაწყობთ შეხვედრას და საბჭო იქნება ჩვენთან, სერიოზული საბჭო, სადაც უამრავი ანგარიშგასაწევი პიროვნება და წარმომადგენლობითი საბჭო იქნება, სადაც შევახალხი და რაღაცას პასუხისგებლობას ჩვენ მხრებიდან გადავიტანთ საზოგადოებას, რომ მან მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ რომ ყოველთვის იქნება ასე, რომ არის 5 სპექტაკლი და შენ გაქვს საშუალება დააფინანსო 3. ეს ყოველთვის იქნება ასეთი რაღაცა, რომ უფრო მეტია შემოთავაზება ვიდრე საშუალება. თუმცა ჩვენ იმისთვისაც ვიბრძვით, რომ ფინანსები ცოტა გაიზარდოს ამისთვის, იმიტომ რომ ის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს, აი ახლა რომ შევხედეთ, აი და სხვათა შორის ბოჩელის რო აფინანსებდნენ კულტურის სამინისტროში კი არ იყო ეს ფული. შემოდიოდა ფული, ფორდებოდა კულტურის სამინისტროს გავლით და მერე გადადიოდა იქ. ანუ ეს კულტურის სამინისტროს იმაში არ შედიოდა, რომ იცოდეთ თანხებში. თეატრის და კინოს დაფინანსებას, აი ზუსტად თუ იცით უკვე ციფრები რამდენით გაიზრდება ან შემცირდება, როგორ მოხდება ეს ყველაფერი? თეატრის და კინოს დაფინანსებასთან დაკავშირებით გაიზრდება თუ არა დაფინანსება ხარჯები და როგორ მოხდება დაფინანსება? რომ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ კიდე იყოს ისიც როგორ იყო, დააფინანსე, მაგრამ რაღაც შედეგიც უნდა იყოს. ამ რამდენიმე სქემა გვაქვს ჩვენ. ერთ-ერთი სქემა ის არის, რომ თქვათ ბილეთებიც ხო იყიდება, გასაგებია რომ ფასი მინიმალურია და რაღაცა შემოდის, მაგრამ აი ბილეთების გაყიდვა ნიშნავს, რომ გარკვეულ წელს შენი სპექტაკლი პოპულარული და ხალხი დადის. თუნდაც ცოტას თუ იხდის, მაინც აი თქვათ ახლა თელავის კაცი იყო ჩვენთან, თელავის მართველი ბატონი პაატა და თქვა 3 ლარია ჩვენთან ფასიო ბილეთის. რა თქმა უნდა შედის მინიმუმი, მაგრამ ეს მინიმუმი რო გაამრავლო მე რაღაცაზე, შეგიძლია იქიდან იფიქრო, რამდენად პოპულარულია სპექტაკლი, თუნდაც ეს თეატრი და რაღაცა, ანუ წაახალისო იქიდან გამომდინარე, რამდენად ხალხი ესწრება ამ თეატრს, გაიგე, ესწრება და დადის თეატრში და უყურებს წარმოდგენებს. აი ცოტა ეს მომენტი შემოვიტანოთ, რომ არა მხოლოდ ფული მივცეთ, არამედ გასაგებია, რომ ჩვენ მთლიანად ვერასდროს ვერც ერთი თეატრი თავის თავს ვერ შეინახავს, მაგრამ აი ეს მომენტი, რომ თეატრი წარმატებულად მუშაობს, რომ მოქმედებდეს მის დაფინანსებაზე, რაღაცნაირად გატარებული იყოს ეს მომენტი. დღევანდელი პრესკლუბი დასრულდა. დიდი მადლობა. მაესტროს პრესკლუბში ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით. ნახვამდის.